კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბლუავა გაგაცნოთ. კრიმინალური წარსულის მქონე 87 პირი ისევ დარიალის სასაზღვრო პუნქტის ნეიტრალურ ზონაში აროდის დატოვებენ ტერიტორიას უკრაინის მოქალაქეები კიევის პასუხს ამ დრომდე ელოდება თბილისი. საქართველოს უკრაინას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის მექანიზმები ჰაერით და ზღვით უკვე შესთავაზა და ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა. ხელისუფლება არ აპირებს ტერიტორიაზე შემოუშვას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები და ამით ქვეყანას საფრთხე შეუქმნას. ავითარება ეგრეთ ნეიტრალურ ზონაში საუბარს ლიკა ალელიშვილი განაგრძობს და მისგან მოვისმენთ უფრო მეც ლიკა გისმენთ. რა ვითარება ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში დარიალის ხეობაში ამასთან დაკავშირებით ანუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ 87-ვე პირი უკრაინის მოქალაქეები რჩებიან ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და სტაბილური. ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მას შემდეგ, რაც ამ პირებმა მოახერხეს უკრაინის საელჩოსთან დაკავშირება და კონტაქტზე გასვლა, მათ შეწყვიტეს შიმშილობა და როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და სტაბილური. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ უშვებს საქართველოს უკრაინის 87 მოქალაქეს ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული, შესაბამისად მათი საქართველოში შემოშვება და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება უსაფრთხო და იქნება საფრთხის შემცველი. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებას, როგორც ვიცით, უკვე შესთავაზა რამდენიმე გზა იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეები დააბრუნოს უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარ სამშობლოში უსაფრთხოდ. შეთავაზებული არის როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა უკრაინის ხელისუფლებისგან ჯერჯერობით პასუხი ისევ არ არის. ამ ეტაპზე ნეიტრალურ ზონაში შეჩერებული არის 87 პირი. მათი უმრავლესობა არის ძალიან მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე. გასამართლებული არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. შესაბამისად, ამავდროულად არ აქვს დოკუმენტაცია არანაირი, რომ მოხდეს მათი ან იდენტიფიცირება მოხდეს, ან რაიმე სამგზავრო დოკუმენტი, რომ ქვეყანას შემოშვება განიხილოს საკითხი. საქართველოს სახელმწიფო გამოთქვას მზადყოფნას, რომ დაეხმაროს. ერთადერთი არის ინტერესი ის, რომ გაიხსნას დერეფანი, რათა მოხდეს მათი თავიანთ ქვეყანაში უსაფრთხო დაბრუნება. შეთავაზებული არის ორი სხვადასხვა გზა. ეს არის საჰაერო და საზღვაო, მაგრამ ამ ეტაპზე მზადყოფნა ან რაიმე კონკრეტული პასუხი უკრაინის მხრიდან ჯერჯერობით არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არის, რამოდენიმე პირი უბრალოდ შიმშილობდა, შეწყვიტეს შიმშილი ამ ეტაპზე, ვინაიდან და რადგანაც მათ შორის მოხდა კომუნიკაცია უკრაინის საელჩოსა და შეჩერებულ პირებს შორის. შესაბამისად, უკრაინის საელჩო დაპირდა, რომ უმოკლეს ვადაში ისინი წაიყვანდნენ და დააბრუნებდნენ თავიანთ ქვეყანაში. უკრაინის 87-ვე მოქალაქე, რომელთაგან 10 ქალია და 77 მამაკაცი ამ დროისთვის რჩება ისევ ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ისინი რუსეთის ფედერაციიდან არიან დეპორტირებულები და მათ სურთ საკუთარ სამშობლოში უკრაინაში დაბრუნება. საქართველოში შემოსვლას რაც შეეხება, როგორც გითხარით, მათ მძიმე კრიმინალური წარსული აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, მათ საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ და ელოდებიან დერეფნის გახსნას და უკრაინის ხელისუფლების პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში. ლიკა, მადლობა. ლიკა ალელიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ვიდრე კიევის პასუხი იგვიანებს, თბილისში ამბობენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და მართლწესრიგი საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს. ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ უკრაინამ ქმედითი ნაბიჯები უმოკლეს დროში უნდა გადადგას, კრიმინალური წარსულის მქონე პირები კი დაუყოვნებლივ მათ სამშობლოში დააბრუნოს. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. რა თქმა უნდა, საქართველოში წესია. მათ შორის საზღვრების კონტროლი. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინის სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია, გერმანიის თუ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების შემოსვლა ბუნებრივად კონტროლდება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები არიან ამ შემთხვევაში საზღვართან და არსებობს უწყების მიერ შესაბამისი ინფორმაციები, რომელიც საჭიროებს გადამოწმებებს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის манипуляციები უკვე არის მოძველებული მეთოდები. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინა თუ ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ტიპის მოქალაქეზე ხდება ინფორმაციის შესწავლა და აქედან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება.
ქართული მხარე დგავს აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ განხორციელდეს გამშვებულ დარიალთან მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში, თუმცა ქართული მხარის სურვილი ამ შემთხვევაში არ კმარა, რა თქმა უნდა პირველ რიგში უკრაინულმა მხარემ გამოიჩინოს შესაბამისი აქტიურობა, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ხარჯების გასტუმრებასაც კი უზრუნველყოფთ იმისთვის, რომ ეს მოქალაქეები დაბრუნდნენ თავის სამშობლოში. პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. თურქეთის მოქალაქე სამართალდამცველებმა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს მისი პირადი ჩხრეკისა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი ნივთმტკიცება დამოიღეს. დაკავილს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თემის დეტალებით თამარ თათარაშვილია პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ უფრო მეც. თამარ, გისმენთ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს 32 წლის მამაკაცი. ის არის თურქეთის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ის აიყვანეს იმ დროს, როდესაც ეს პირი გადაადგილდებოდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ. ის ადგილზევე გაჩხრიკეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლება და ჩხრიკის შედეგად ამოღებული არის ნარკოტიკული საშუალება 200 გრამამდე მეფედრონი. დანაშაულში ფიგურანტი პირი გეგმავდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა, რადგან ეს დანაშაული იქნა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების მხრიდან აღკვეთილი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება კი ახლა საქმეში არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. ამ პირს იცავს უკვე ადვოკატი, ჩვენ ვესაუბრეთ მის უფლებადამცველს, მას მედიასთან ღიად საუბარი არ სურს. გვითხრა მხოლოდ ის, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ და იყენებს დუმილის უფლებას. კურიერის ინფორმაციით 32 წლის მამაკაცი ცხოვრობდა დროებით ნაქირავებინაში თბილისის ერთ-ერთ უბანში. დღეს კურიერი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, თუმცა ადგილობრივებმა მის შესახებ მეტი და დამატებითი ინფორმაცია არ იციან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ მიმართულებით სამართალდამცავები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენი მიზანია ქვეყანაში მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკების უკანონო შემოტანისა და გავრცელების ფაქტები. 32 წლის მამაკაც ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე ჩაბარდა, ასევე ჩატარებული არის სასამართლო პროცესიც, მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. იმ შემთხვევაში თუ კი წარდგენილი ბრალდება იქნება დადასტურებული, თურქეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მადლობა. თამარ თათარაშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. პოლიციამ მარნეულში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა. ის 2013 წლიდან ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჭამრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ახლა დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. უკვე მეორე დღეა განხილვის თემაა მოქმედი და ყოფილი ნაციონალების დაკარგული საარჩევნო ნომრები 5, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ სააკაშვილის პარტიასთან ასოცირდებოდა, დღეს სხვას ეკუთვნის, ისევე როგორც ძველი სახეებით შექმნილი ახალი საარჩევნო ნომერი 4. ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ ხუთიანს დაიბრუნებს. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში კი ამბობენ, რომ სააკაშვილის პარტიას ნომრით თუ მის გარეშე პოლიტიკური მომავალი არ აქვს. საარჩევნო ნომერი და ზოგადად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება პროცედურულ დემოკრატიას, ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, არის არააქტუალური დღესდღეობით. საქართველოში როცა დაბრუნდება დემოკრატია, საქართველოში როცა დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი, მაშინ დაბრუნდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 5 ნომრით. და რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ გადაჯაჭვული საქართველოს დემოკრატიის ბედთან. აუცილებელი იყო და არის ნაცმოძრაობის როგორც რეჟიმის გასამართლება, რომ ეს პოლიტიკური ძალა ეგრეთ წოდებული არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. ამას რა თქმა უნდა ხელი შეუწყო იმან, რომ საგამოძიებო კომისიაში ჩვენ კიდევ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ისტორიული მნიშვნელობის და მაღალი ხარისხის სამართლებრივად და დაუდებს სათავეს ნაცმოძრაობის გაუქმებას შესაბამის უწყებაში. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება არაფერი მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი ნაცრობისთვის არ იქნება.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონში ღამით 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით დრონები ჩამოაგდეს მათ შორის კრასნოდარის მხარეში, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და სარატოვის ტერიტორიაზე, ასევე აზოვის ზღვის თავზე და ოკუპირებულ ყირიმში. სარატოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩავარდა, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ჩვენს ქვეყანაში ამომით ყველა დაიღალა განაცხადა კიევის მერმა ბილდთან ინტერვიუში. ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ რუსეთთან შეთანხმება თუნდაც ტერიტორიების დათმობის გზით შესაძლოა მშვიდობისკენ ერთადერთი გზა იყოს. კლიჩკომ ტერიტორიულ დათმობებზე საუბრისას თქვა, რომ ახლა ამაზე საუბარი ადრეა და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უნდა მიიღოს. ეს რთულია, რადგან ჩვენი ხალხის ნაწილი არასდროს იქნება მზად ჩვენი ქვეყნის ნაწილი რუსეთს გადასცეს, ამბობს კიევის მერი, რომელიც ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებებს აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით. ჩვენს ქვეყანაში ომით ყველა დაიღალა. შეთანხმება რუსეთთან თუნდაც ტერიტორიების დათმობის გზით. შესაძლოა მშვიდობისკენ ერთადერთი გზა იყოს. სამწუხაროდ ამ ომში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ. ჩვენი პატრიოტების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ასობით ქალაქი განადგურებულია. უკრაინის უდიდესი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა ვიპოვოთ. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მოლაპარაკებები რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით. ეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია. მან რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ბევრი ადამიანი არასდროს იქნება მზად ქვეყნის ნაწილი დაუთმოს რუსეთს. ამერიკის პრეზიდენტზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის საკვანძო ფიგურაა მსოფლიოში, მაგრამ ეს ომი პუტინმა დაიწყო და მხოლოდ პუტინს შეუძლია მისი დასრულება. ამ ეტაპზე პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა არ სურს. ამბობს, რომ ამისთვის არც მიზეზი აქვს და არც ამ შეხვედრაზე სალაპარაკო თემები. სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინული განკარგულების მიხედვით პუტინთან მოლაპარაკებები არ უნდა იმართებოდეს. თავის მხრივ პუტინი აცხადებს, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან მას ვადა უკვე ამოეწურა. თუმცა ჩვენ მაინც უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და მჯერა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან. ვფიქრობ, შეხვედრები რთული იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის გაიმართება. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე კი 5 დღე რჩება. დონალდ ტრამპი მზად არის ალიასკაში სამმხრივი სამიტი გამართოს ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად. ოფიციალური ინფორმაციით ამ ეტაპზე თეთრი სახლი მუშაობს პუტინთან ორმხრივი შეხვედრის დაგეგმაზე, რაც რუსეთის ლიდერის თხოვნით იმართება. ტრამპი-პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს შედგება. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი. ყველა ხედავს პუტინის ტაქტიკას. მას ეშინია სანქციების და ყველაფერს აკეთებს მათგან თავის დასაღწევად. მას სურს ტერიტორიული ნადავლის მეორედ მიღება. მას ყირიმის აღების უფლება მისცეს და ამან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია გამოიწვია. მას პრევენციული სასჯელი არ მიუღია. როდესაც ჩვენ საზღვრებზე კონტინგენტი შეკრიბა, ამან სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის მეტი ნაწილის ოკუპაცია გამოიწვია. ახლა პუტინს სურს, რომ მას აპატიონ ჩვენი ხერსონის რეგიონის, სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის რეგიონის მთელი ტერიტორია, დონეცკის რეგიონის და ყირიმის მიტაცება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინის გაყოფის ეს მეორე მცდელობა განახორციელოს. ჩვენ ვიცით, როგორია რუსეთი, სადაც მეორეა, იქ მესამეც არის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მკაფიოდ უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც დაფუძნებული იქნება მკაფიო საიმედო უსაფრთხოების არქიტექტურაზე. პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ ამაში. საჭირო არა მკვლელობების შეჩერება, არამედ რეალური გრძელვადიანი მშვიდობა. არა ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვის შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა ეს და აბსოლუტურად ვეთანხმები. უკრაინა მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყველა წინადადებას. ტრამპი პუტინის შეხვედრის მოლოდინში მსოფლიო ევროპელი ლიდერები შტატებში დაგეგმილ მოლაპარაკებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ. მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობას უკრაინაში მკვლელობის შესაჩერებლად, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის დასასრულებლად და უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ წარმატება მხოლოდ დიპლომატიური გზით მიიღწევა.
ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ტრამპი-პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმებაა. როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება. შემდეგ ნახავთ, როგორ გაიქცევა ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთს ყველაზე ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა. ამ უზარმაზარ ქვეყანაში ისინი ერთმანეთს გაასრებენ ბიზნესის საძიებლად. ფიცოს უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო უკრაინაში რუსეთის დანაშაულებრივი შეჭრის ნამდვილი მიზეზები. უწყებაში აცხადებენ, რომ რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს გამოიყენოს ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე. აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის. ვოლოდიმერ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ახლა მნიშვნელოვანია რუსებმა ვერ შეძლონ ვინმეს მოტყუება. უკრაინა, საფრანგეთი და სხვა პარტნიორები მზად არიან, რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაონ რეალური მშვიდობისთვის. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლოს ვინმეს მოტყუება. ყველას გვჭირდება ომის რეალური დასრულება, ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი. დიდ ბრიტანეთში ამერიკის, უკრაინისა და ევროპელი პარტნიორები შეხვედრა გაიმართა. უკრაინას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და თავდაცვის საბჭოს მდივანი წარმოადგენდა. ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ევროპის უსაფრთხოების მრჩევლებთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. მადლობელი ვარ თითოეულ მათგანის მათი უაღრესად კონსტრუქციული მიდგომისთვის. ჩვენი პარტნიორები არამხოლოდ სიტყვიერად გვიჭერენ მხარს, დახმარება გაგრძელდება სამხედრო, ფინანსური და სანქციების სფეროებში, ვიდრე აგრესია არ შეწყდება, წერს ანდრეი იერმაკი. სატელეფონო საუბარი შედგა ბრაზილიისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. განხილვის თემა უკრაინის საკითხი იყო, უფრო კონკრეტულად კი დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემა. კრემლი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა უკრაინის კრიზისის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას მხარდაჭერა გამოუცხადა. ბოლო 24 საათში ღაზაში ისრაელი საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა. მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18800 აჭარბებს, ხოლო დაშავებულია 51000-ზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებიდან შიმშილი დაღუპულთა რაოდენობა 212-მდე გაიზარდა, მათ შორის 98 ბავშვია. ოკუპაცია ჩვენ გვსურს თავისუფლება, გვინდა ღაზა, ყოველი დილით პურის რიგში ვდგებით. ღაზას არაფერი დარჩა, ყველაფერი განადგურებულია. აქ აღარ არის უსაფრთხო ადგილი, სად უნდა წავიდეთ? კარვებში ცხოვრება ნორმალური არაა. უკვე დიდი ტანჯვა და დამცირება გამოვიარეთ. დიდ ბრიტანეთში კანონით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 150 ადამიანი დააკავეს. ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, პალესტინის მხარდამჭერი ჯგუფის აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, სადაც სულ მცირე 474 ადამიანია აყვანილი. კანონმდებლობის მიხედვით ამ ჯგუფის წევრობა კრიმინალურ დანაშაულად ითვლება, რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მასშტაბური ხანძარია საბერძნეთში. უკვე მეორე დღეა ათენთან ახლოს ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. დაღუპულია 3 ადამიანი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 260-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ხანძარია სხვა ტერიტორიებზეც, მათ შორის ტურისტულ კუნძულ კეფალონიაზე. აქ ყველაფერი მიწასთან გასწორდა, არაფერი დარჩა, ყველაფერი დაიწვა. უძლურები ვიყავით, სახანძრო მანქანები არ მოსულა, სახლი ღმერთის იმედზე დავტოვეთ და აი ასე დაიწვა. არავინ გვეხმარება. ხანძარის საიდან წარმოიშვა ზუსტად არ ვიცით. ალბათ მიზეზს მალე გავიგებთ. საშინელება დაგვატყდა თავს.
მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა. ურკვირიან საერთაშორისო კურსი, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ საქართველოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოების შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. დასკვნითი სროლები კურსდამთავრებულებმა ბაზის პოლიგონზე გამართეს, სადაც სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე სიზუსტისა და პროფესიონალიზმის დონე წარმოაჩინეს. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. იმის მიუხედავად, რომ კურსი ტაქტიკური დონისაა, იგი თავისი არსით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან წარმოადგენს უსაფრთხოებისა და ინსტიტუციური განვითარების სინთეზს. პირველ რიგში ასეთი კურსი ხელს უწყობს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის აჭარის ხელოვნების მუზეუმში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო საერთაშორისო პლენერში მონაწილე ხელოვნების ნამუშევრები, რომლებიც აჭარაში 4-9 აგვისტოს პერიოდში სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნეს. პროექტში მონაწილეობდნენ ხელოვნების სხვადასხვა ქვეყნიდან, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და აჭარაში მცხოვრები მხატვრები. ხელოვნების ირგვლივ მხატვრები იკრიბებიან და ეს არის სამშვიდობო გამოფენა, ეს არის მშვიდობის გზავნილი, რომელსაც ჩვენ გვგზავნით იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, ჩვენი აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად. ჩვენ გვჯერა ამისი, რომ ხელოვნება ადამიანებს აერთიანებს, აახლოვებს და აი ეს ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საერთაშორისო მხატვართა პლენერი, რომელიც აერთიანებს არა მარტო საქართველოს მხატვრებს, არამედ სხვა ქვეყნის მხატვრებს და ყველა ეს ღონისძიება უკავშირდება ერთიან მიზანს, აფხაზეთის მხატვრების, აჭარის მხატვრების სულისკვეთებას და რწმენას იმისას, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველანი ერთად აფხაზეთში ვიზეიმებ ერთიანი საქართველოს კეთილდღეობას და გაბრწყინებას. ჩვენ ვაწყობთ გამოფენებს უცხოეთში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, პლენერები კეთდება და მათთან ურთიერთობა და გაცნობა ხდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის, დაახლოებისთვის და რავი, ამას თავისი როგორც მხატვართა დამოკიდებულება, ურთიერთობა, ასევე როგორც ვთქვათ, აი როგორც დესპანები ისე დავდივართ და ვაგვარებთ ამ საქმეს. თიანეთში სახალხო დღესასწაული თიანეთობა აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში ვაჟა-ფშაველა სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობა იმართება. მოწყობილია საბავშვო გასართობი და საგამოფენო სივრცეები, ტარდება სიმღერისა და ცეკვის, ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ასევე დაჯილდოვდნენ თიანეთის საპატიო მოქალაქეები. ღონისძიებას, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. სულ სახალხო დღესასწაული თიანეთობა მიულოცო ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებს, ვიზიტორებს, რომლებიც დღეს მრავლად არიან და ძალიან სასიხარულოა. აღნიშნული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის და ზოგადად რეგიონისთვის, ვინაიდან აძლიერებს ტურისტულ პოტენციალს. ღონისძიება საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული, არის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, არის მრავალი სანახაობრივი სპექტაკლები, არის სიმღერა, ცეკვა, გამოსვლელები და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თიანეთში 7 მოქალაქე როგორც საპატიო მოქალაქის სტატუსით ისე დაჯილდოვდა. ყველა ერთად აღნიშნავთ სახალხო დღესასწაულს თიანეთობას. პროგრამაში აქვს გათვალისწინებული სხვადასხვა აქტივობები, როგორც საბავშვო, ასევე ყველა ასაკზე გათვლილი. ჩვენ დავაჯილდოვეთ საპატიო თიანელები. აიმართება მოწვეული შემსრულებლების მიერ ძალიან კარგი კონცერტი. ასევე ამ კონცერტების დასრულების შემდეგ გაიმართება ელექტრონული მუსიკის საღამო და კონცერტი დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით. თიანეთობა არის ის დღესასწაული, რომელსაც რიგითი თიანელები ყველა ხანდაზმულიც და ბავშვიც დიდი სიხარულით ხდება. ჩემთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ დასახელებული ვარ საპატიო თიანელის პოზიციაზე. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს როგორც რიგით მასწავლებელს. გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანურ ხეტაფეს გაუტანა და ლიონს თამაში მოაგებინა. ეს ლიონისთვის სეზონის განახლებამდე ბოლო ტესტ მატჩი იყო. მიქაუტაძემ შეხვედრა ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ანგარიშიც გახსნა. საბოლოოდ კი ლიონმა ხეტაფე 2-1 დაამარცხა. ლიონი 15 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ლანსს ესტუმრება. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 9-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე rus.tv.gt.